მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTube-ია. კაი, რაღაცა უნდა მოვყვე ახლა. Are you ready to rumble, baby? აკვირდები? აბა და მისდე ჩემო კარგო. პირველი ისტორია, რაზეც უნდა გესაუბროთ. ჩემი ცხოვრების ამონარიდი, მოდი ესე ვთქვათ. მოკლედ იყო კორონავირუსი 2020-ში, აპერებისთვის ვიყავი 23 წლის. როგორი გაჭედილი მქონდა, იცი რომ რაღაცა პროფესია მინდა დავითრიო რა, რამე ისეთი რაც პიროვნულად მაგზნობინებს თავს. რა მინდა და ავიცოდე. ყველაფერი დაკეტილი. კარგი, პროფესია მჭირდებოდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი. გადავწყვიტე კიბერსპორტსმენი გამხდარიყავი. კომპიუტერული თამაში პროფესიონალურ დონეზე. არასდროს არ მქონია ის სურვილი, რომ აი რაღაცა თამაში მინდა, ანუ არასდროს არ მინდოდა თამაში, იმიტომ რომ არ ვცხოვრობ კომპიუტერთან და მე გამიქრა სურვილი. გადავწყვიტე რომ მოდი აბა რაღაცაში ჩავდო ჩემი ენერგია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ პერიოდისთვის იმდენი რაღაც მქონდა ნაცდელი, მეთქი ვსეო, რაც არ უნდა იყოს, უნდა გავაკეთო. მივხვდი რომ ჩემი ტაჩკით ვერ ვთამაშებდი დღეს, მაგრამ მაინც ჩავწერე. იმიტომ რომ ესე გადავწყვიტე რომ მოდი ჯერ ვისწავლე თეორიულად. მე კაი კომპიუტერს ვიყიდი. მაგრამ ყველაზე დიდი შესაძლებლობა დავუშვი. დაახლოებით 2 წელი ვთამაშობდი Intel Core-ის პროცესორით ფაქტიურად რა, რაღაც საშინელებით რა და ჰერალდს ვერ ავწდი. სამაგათკით ვთამაშობდი. ტურნამენტიც ჩავატარა 1-2, მე ისეთ ხოთზე ვიყავი რომ მეთქი დავაი მოვხოდოთ რაღაცა ტურნირი არ იყო საქართველოში და მეთქი მე მოვხოდო. ბოლომდე ვერ გავკაჩე მაგ ამბავში რატო? იმიტომ რომ სამი კაცი შევიკრიბეთ, ზოგი საპრიზოს იხდი და ზოგი ცხრილებს ითვლიდა და ნუ შეიძლება ითქვას რომ მე მოვხოდე ეგ თემა. დისკორდზე არ შეგვქმენი, კაროჩე რა, მთელი თემები რა. მაგრამ იყო ესეთი პრობლემა. მე ხარ ხვდებოდი კიბერსპორტსმენი უნდა ყოფილიყავი თუ ორგანიზატორი და სხვაც გავჭირდე რა, მეთქი ამის დედა წარმინდა რა. ტურნამენტსაც დავიამონებე და კიბერსპორტს ვერ გავკაჩე, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე კიბერსპორტი, მაშინ მაგასაკში 23 წლის ასაკში უკვე სოფლიო ჩემპიონატზე გადიოდნენ. ძალიან ჭურში ვიყავი რა, არ ქონდა ინფორმაცია რა საკითხი უნდა ყოფილიყო ეგ განსაზღვრული რა. უბრალოდ მინდა რაღაც მესწავლა. 120 გმირიდან აბსოლუტურად ყველა ვისწავლე. თითო ჰეროთი ერთი 15 მატჩი ვთამაშე საშუალოდ. და წელიწადნახევრის მერე დავიწყე დაბეინება რაღაცების. შემეძლო უბრალოდ რამდენიმე გმირი ამერჩია და იმ ჰეროდან გამომდინარე მესწავლა თამაში. მაგრამ არც მენტორი არ მყავდა. არც არავინ, მეც კაი ვიყავი. რატო ვამბობ ამას რა? მაინც კაი იყო, იმიტომ რომ 2 წელი გავატარე ძალიან დიდ ინტერესში. დოტერების რაღაც ნაწილს ვაფშე ვერ ვევასებოდი, ნაპოზარიანის კითხულობს რა. მაგრამ ვევასებოდი რა. ხო და ბიჭო, დამევასა იქ პონტი თავიდან ბოლო. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში კიბერსპორტი რო შევკრათ ისტორია 23 წლის ასაკში დავიწყე და 25 წლის ასაკში დავამთავრე. მივხვდი რომ 25 წლის ვიყავი, არც კაი რენკი ვიყავი, არც მომავალი მეჭყანებოდა, იმიტომ რომ ასაკი უკვე მირთყავდა და საბოლოო ჯამში შევეშვი. თან უმეტეს ეგ გეიმინგის საწყისი საერთოდ არ მქონია რა. ანუ რაღაც სხვა რაღაცები მევასებდი, რაღაცა ნახატები მევასებდი. ვაფშე სხვა ბავშვობა მქონდა. უბრალოდ მაგ პერიოდში მეთქი რაღაც უნდა ვაკეთო. და რატო თქვი რა? ამ 2 წლის განმავლობაში ვიღაცისთვის მაინც გეიმერი ხარ ჩვეულებრივი. და მნიშვნელობა არ აქვს შენ რა მხელა ეფორტს დება ამაში. ასე კი რომ მქონდა მივაწვევდი ბოლომდე. მაგრამ არის მეორე მხარე. საერთოდ რატო დავიწყე გეიმინგი? ან კიბერსპორტი რატო დავიწყე რა? მაგ პერიოდში ვფიქრობდი რაღაც მჭირდებოდა, სოციალურად არ ვიყავი ისე გათქვეფილი როგორც უნდა ყოფილიყავი. და რაღაცა კომფორტული ტიპი ავირჩი. მიუხედავად იმისა, რომ ზერსკი სპორტია და მე ვთვლი რომ ზერსკი რაღაცაა, მაინც არასოციალურია რა. აი, სულ ტურნირზე გამოხვიდე და რაღაცა მედლები ჩამოკიდო, როუჯი რო გახდე ან ლიკვიდი. ძალიან არასოციალური სპორტია, იმიტომ რომ ვინც ძალიან მაგარია მაგ საქმეში, მაგარი დამბია რა. აი, ვინც ის ხა ტოპსონი რა. აი, ჰაერში ყველას რა ვაფშე, მაგრამ ძალიან ტუგათუნია რა. ართა ძალიან ზერსკია იქ. და მაგას რო უყურებდი ბიჭო, სადაც მე ერთხელ დამეთქი არ მინდა ეგეთი ვიყო რა. ის მართლა მაგარია. სოციალურად ვაფშე მოწყვეტილია რა დედამიწას და ეგ მე არ მომწონს. საბოლოო ჯამში რა მასწავლა ამ 2 წლიანმა დოტას ჯერნიმ რა. ლოლის დიტაში ვიცი. ბიჭო მაგარი დიპილი თამაშია ლოლი რა. ანუ არ გიწყინოთ ბიჭებო, მაგრამ არ მოხდა ჩემ ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს უყვართ. დოტაში არის იმენა რაღაცა ორდონიანი, სამდონიანი ფაიტები. ჯოაჩა ფაკანა. და აქ არასმი რა. მისიზღება ამ 2 წლიანმა გამოცდილებამ რა მასწავლა რა. ეხლა ესე რომ ვადგე და რაღაცა კიბერსპორტს მიაწყე რო იყო 18 წლის ბიჭი რა. ბიჭო, მნიშვნელობა რა კიბერსპორტი იქნება იქ ხატვა თუ მოგზაურობა თუ რამე ისეთი რაც სტანდარტულ თემაში თითქოს არ ზის. ან მუშა უნდა იყო ან რაღაც ბუღალტერი რაღაც. თავი მოგა მეგარი რომ ადამიანები ხშირიან იმის გამო რომ შენ განსხვავებულ რაღაცას ირჩევ. და რო საპატარა ხარ შედარებით, შენზე მოქმედებს ეგ რა. და გონია რომ მართალია შეიძლება ის, მაგრამ რო ისდები, ხვდები რომ მაგარი სცენაა
ზოგი ვინც მსგავს რაღაცას აპირებთ, თუმცა იყავით ნაცნობი რაღაც ნაწილი მაგრა დავიკიდებთ, რაღაცა გეიმერი ტიპილი ტიპი ეგონები, რომელიც რაღაც თავის პუნჩი რაღაც საკეთებს, არასარგებლიანი ტიპის სოციუმისთვის. ხო, ну ნახე რა, მაგის უბრალოდ უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი მიზეზი მე რატო გავანებე თავი ეს ყუასაკი, მაგ პერიოდში ალბათ უეჭველი შეგენავდი ბოლომდე რა, იმიტომ რომ მინდა ბოლომდე მივდიოდი მაგ საკითხზე რა. მაგრამ დოტა საერთოდ რატო დავიწყე? ეგა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ბევრს ვმუშაობდი, მართლა ბევრს სწავლობდი რა, აი სერიოზულად, მაგრამ უკეთესი რაღაცები არსებობს. ანუ უკეთესი რაღაცები არსებობს, რასაც შეუძლია გაცილებით მეტი მოქცეს, დოპამინი გინდა დაუძახე და გინდა რა ვიცი, ელონების ელფერი. საბოლოო ჯამში ეგრეა რა.